მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-ზე და 5-ზე რადიო სივრცის ეთერში. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე მეორე სეზონი ჩვენი გადაცემის ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. მე გურამ ნიკოლაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება 42 პარალელის ავტორი და დამფუძნებელი გიორგი გვიმრაძე. ჩვენ ვიმყოფებოდით და გავაგრძელებთ წინა კვირის თემას, იმიტომ რომ ვიმყოფებოდით, ფიქრობ მე, რომ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე ეს იყო საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, ეგრეთ წოდებული LED ფორუმი, რომელიც დაკომპლექტებული იყო ძალიან მაღალი დონის სტუმრებით. ჩართვებით, ზოგი იყო ჩართვით რამდენიმე, მაგრამ ძირითადად ყველა იყო ჩამოსული და ეს იყო მართლაც შეიძლება ითქვას ესეთი ყველაზე მეტად რაც ალბათ აკლდა ქართულ პოლიტიკურ დისკურსს აი ეს განსხვავებული აზრი, რომელიც არის გარკვეულწილად წლების განმავლობაში იყო მარგინალიზებული, მაგრამ ეხლა თანდათანობით გამომდინარე განვითარებული მოვლენებისგან, რაც სოფლიოში მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ასეთი აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ესეთი კომენტატორები, რომლებიც ათეულობით წლებია აშუქებენ და ფარავენ, ესე ვთქვათ, მთელ რიგ საკითხებს და მიმართულებებს, აღმოჩნდა, რომ სამყარო რო შეიცვალა, თუმცა ამაზე ხალხი ლაპარაკობდა. ეხლა ეს ნალაპარაკები, ესე ვთქვათ, გამართლდა და შესაბამისადაც მოხდა ყურადღების მიქცევა იმ ხალხზე სწორედ, ვინც იძახდა, რომ დედამიწა არის მრგვალი და დედამიწა არ არის ბრტყელი. და რომ ეს ილუზია, რომ თქვა დედამიწა ბრტყელია ბოლო 30 წლის განმავლობაში, ესე ვთქვათ, ხო? რაღაცა ისტორიის დასასრულის კონცეფცია უწოდებთ ჩვენ ბრტყელ დედამიწას, ერთგვარად დასრულებულია, რაღაც მომენტი შეიქმნა ისტორიაში მომენტი, რამაც თქვა ცივი ომის დასრულება, რამაც გამოიწვია ანუ საბჭოთა კავშირის ნგრევამ, რომ გაჩნდა ეს სივრცე და ეს განცდა, რომ თითქოს დამთავრდა ყველაფერი და აი როგორი სოფლიოც მივიღეთ. სწორედ ეს უნიპოლარული წესრიგი იქნება თავისი შინაარსით, ლიბერალური დემოკრატიის შინაარსით, რომელმაც შემდგომ უკვე ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ინდუსტრიის უკვე საერთოდ სხვა ფაზაზე ასვლამ და დასავლეთის პრაქტიკულად დაცლამ ამ საწარმოო საშუალებებისაგან, ბოლოს გამოიწვია გარკვეული რიგი ცვლილებები, რომლის გამოვლინებებიც არის ის ფიზიკური, სისხლიანი თუ სავაჭრო ომები. გიორგი, მე ჩვენ ვილაპარაკეთ ჩვენ ამ გადაცემაში სხვა სტუმრებთან ერთად, თქვათ ამ ფორუმის მნიშვნელობაზე, მაგრამ შენ იყავი ძალიან ისეთი მთლიანად ესწრებოდი და არა მარტო მოусმინე გამოსვლელებს, არამედ შენივე გადაცემის პარკლებში გააკეთე ინტერვიუთა მთელი სერია, ხო? და ალბათ ყველაზე კარგად მანამდეც იცოდი, ხა შენთვის არავინ არ იყო იქ თქვათ აღმოჩენილი ალბათ სტუმარი, უმეტესობას ძალიან კარგად იცნობდი მანამდეც, ხო? თქვათ ისინი მათი პოზიცია რა იყო, ისინი რას ამბობდნენ, მაგრამ ჯერ დავიწყოთ იმითი, რომ რა იყო შენთვის სიახლე, ანუ რა აღმოაჩინე, რა იყო აღმოჩენა ამ ხალხის მოსმენისას და მათთვის კითხვების დასმისას და მათთან ურთიერთობისას სად ვართ დღეს, ანუ შენი პირადი შთაბეჭდილება როგორია და ის მნიშვნელოვანი რაღაც პასუხები თუ რამე მიიღე. კი ბატონო, პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და რაც შეეხება რა არც კი უამრავ მათგანს აქვს ნასაუბრები მათ შორის საქართველოზე. თავის პოდკასტებში და თავის ბლოგებში და ასე შემდეგ რაღაც ანალიტიკურ სტატიებშიც ამაზე უსაუბრიათ, რომ თქვა საქართველოში რა ხდება და ასე. მაგრამ პრინციპში ეს ფორუმი იყო შესაძლებლობა, რომ აი ეს გლობალურად მიმდინარე პროცესი უფრო ასე ვთქვათ, უფრო კარგად დაგვენახა საქართველოსთან მიმართებაში, ანუ საქართველოსთვის რა შეიძლება ნიშნავდეს ეს პროცესები, როგორც პატარა სახელმწიფოსთვის, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ეს პატარა სახელმწიფოები ყოველთვის განიხილება როგორც აი ამ დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში პროქსი სივრცეებად და შესაბამისად რა შესაძლებლობებს აჩენს აი ეს ვთქვათ უნიპოლარული პერიოდის დასრულება და ესე ვთქვათ მულტიპოლარულ სამყაროს მულტიპოლარულ რეჟიმში გადასვლა, აი ეს იყო ძალიან საინტერესო მათთან საუბრის თვალსაზრისით, რომ მათთან ერთად განგვეხილა სწორედ ის ელემენტები, რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება ნიშნავდეს და რა შეიძლება გააკეთოს თავად საქართველოს.
იმიტომ რომ ეს ხო არ არის ასე ან ჩვენ ხარ უნდა დავინახოთ ეს პროცესი ასე ჩვენთვის საქართველოსთვის რომ ჩვენში უნდა დაველოდოთ რაღაცა პროცესის განვითარებას და მე რასაც განგება ინებებს ჩვენთვის რომ ადგილი განგვისაზღვროს ისე იქნება ანუ ასე შეიძლება მოხდეს ოღონდ ეს ყველაზე ცუდი სცენარი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი განვითარებისთვის ხო ანუ თავარი ამბავი მაინც არის რომ გარკვეული თვალსაზრისით ზედმეტად რა თქმა უნდა აქტიურები ვერ ვიქნებით ამ პროცესში მაგრამ თავარი ამბავი მაინც არის ის რომ სწორად დავინახოთ მართლაც მიმდინარე პროცესი როგორ ვითარდება რა მდგენელები აქვს ვინ არიან აქტორები როგორ შეიძლება ამ აქტორებთან ურთიერთობა რა ტიპის ფორმატებში შეიძლება ამ აქტორებთან ურთიერთობა და რა შეიძლება იყოს ჩვენი ადგილი აი ამ ახალ ჩამოყალიბებად იმიტომ რომ დღეს არავის მათ შორის აი ამ ჩამოსულ ადამიანებს ამ სტუმრებს არავის არ აქვს ესეთი საბოლოო სცენარი საბოლოო სურათი იმისა თუ რაში გადაიქცევა ეს ყველაფერი ანუ ვინ იქნებიან ძირითადი აქტორები ამაზე ძალიან საინტერესო არის მაგალითად ესეთი რამე რომ კი მულტიპოლარულ სამყაროზე საუბრობთ მაგრამ პრინციპში როდესაც ადამიანები იწყებენ იმაზე საუბარს თუ ვინ არიან ამ მულტიპოლარულ სამყაროში ძირითადი ძალები ეს არის პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი და ამასთან ერთად ამბობენ რუსეთს და აქ არის ძალიან საინტერესო ელემენტი იმისა თუ რომ რუსეთი არის ისეთი ძლიერი როგორც არის ეს ორი სახელმწიფო ხო ამერიკა და ჩინეთი და შესაბამისად აქ შემდგება ის საკითხი რომ რამდენად შეძლებს რუსეთი თავისთავად თავი დააფიქსიროს როგორც მართლაც მესამე ძალა აი ამ მულტიპოლარულ სამყაროში და ამის გარდა მე თქვა ძალიან საინტერესოა ისიც რომ რატომ არ ვსაუბრობთ მაგალითად ინდოეთზე ხო რომელიც ასევე მილიარდნახევრიანი ქვეყანა რომლის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება და ზოგადად რა მდგენელებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვისაუბროთ მულტიპოლარულობაზე რამდენ პოლუსზე შეგვიძლია ვისაუბროთ რა კონფიგურაციაზე ძალთა გადანაწილების როგორი შეიძლება იყოს რა საფრთხეებს შეიძლება ეს ყველაფერი ატარებდეს პატარა სახელმწიფოებისთვის და ასე შემდეგ ანუ მთელი ეს ესე ვთქვათ დღეის მონაცემებით ძალიან ის უხეშად რო ვთქვათ ის რაღაცა ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ კარგად არ დანახული მომავალი არის ის რაც უნდა გავიაროთ რაც უნდა ვიცხოვროთ აი აწი ამის შემდეგ რაღაცა ეტაპები გავიარეთ რაღაცა სახიფათო ეტაპები გადავიარეთ ესე ვთქვათ მაგრამ რეალურად ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა ხიფათი მოხსნილია ყველა ვთქვათ საფრთხე არიდებულია თავიდან და მეტი აღარ იქნება იმიტომ რომ მე მაინც ფიქრობ, როდესაც მულტიპოლარულ სამყაროზე ვლაპარაკობთ და თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ რეალისტურ, ესე ვთქვათ, რეალიზმის ეპოქის დაბრუნებაზე თუ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთია შეძახან ფუკუიამა ახსენე, ანუ ისტორიის დაბრუნებაც ესეთი პანელიც იყო ამ ფორუმზე, ისტორიის დაბრუნება, ხო? და ანუ თუ ისტორია ბრუნდება, ეს მათ შორის ნიშნავს იმას, რომ დიდი ძალები იწყებენ საკუთარი ეგრეთ წოდებული გავლენის სფეროების ძიებას და სად რომელ რეგიონში არის მათი დომინაცია განსაზღვრული, ასე ვთქვათ, ხო, ამის დადგენას. ამ დადგენაში პატარა სახელმწიფოებს აქვთ როგორც ასე ვთქვათ, დიდწილად ობიექტის როლი განსაზღვრული დიდი სახელმწიფოების მხრიდან, ასევე ამ პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ სუბიექტობაც. და ეს სუბიექტობა ამ გლობალური პროცესის სუბიექტად გახდომა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორც ჩვენ ვართ მაგალითად. ხო, და რომელიც თან იმყოფება რაღაც ძალიან ისეთ საინტერესო რეგიონში. კი ბატონო. მე მაგალითად როცა usმენდი ამ მაგალითად იგივე ალექსანდრე მერკურისთან ინტერვიუს და რომელმაც ძალიან ესეთი ცალკე კითხვა იყო და ცალკე თემა ჰქონდა მაგალითად ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაში, რომ თქვა რომ მას პრაქტიკულად ბალტიისპირეთს ყავს ერთგვარად ევროპული აზრი მძევლად აყვანილი, იმიტომ რომ ისინი ყველაზე მეტად განიცდიან და სხვანაირად უყურებენ რუსეთს, პრაქტიკულად შემდგომ მან თქვა რომ ის რაც მათ მიაჩნდათ დაცვა რომ სასწრაფოდ თქვა შევიდნენ ევროკავშირში, შევიდნენ ნატოში რეალურად კაცმარცის ეს დაცვა თუ არა და ხვალ შეიძლება ეს საფრთხე გახდეს, იგივე შეიძლება ეხებოდეს ფინეთს და შვედეთს, მიხვდებით თუმცა რომ რუსეთს არ აქვს რაღაცა განზრახვა ამ წუთას ყოველ შემთხვევაში მისი აზრით რომ წავიდეს ბერლინზე გაილაშქროს, ის კარგად აცნობიერებს რომ ნატოსთან ომი მას არაფერს სჭირდება, ანუ რასაც ღიად ამბობს, იგივე არის, მაგრამ ამავე დროს დასავლეთის მხრიდანაც დასავლეთის შეცდა რუსეთის შეფასებაში, იმიტომ რომ ის რაციონალური ინსტრუმენტები, რითაც იგი გაზომა
იყო ძალიან ესეთი მშრალი, რადგანაც მან არ მიაქცია ყურადღება, თქვათ, ნების სიმტკიცეს. ანუ შენ შეიძლება ეს უბრალოდ იმას ეკონომიკურ მაჩვენებლებში დათვალო ის რაღაცას აგებდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ის სხვა ფაქტორებს იყენებს, ხო? ის შეიძლება ჩამორჩება რაღაც დიდ სახელმწიფოებს, მაგრამ იმდენი ძალა მაინც აქვს, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა. და ილაპარაკა, რომ 10 წელიწადში სხვანაირი იქნება ინდოეთი და ასე შემდეგ. და რაც შეეხება პატარა სახელმწიფოებს, ანუ კავკასიის რეგიონი ამ მხრივ უფრო საინტერესო არის და თან ეს პატარა სახელმწიფოები ამ რაღაც ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებენ, რომ დიდი სახელმწიფოები პირდაპირ არ იყვნენ მიბჯენილები ერთმანეთთან. აი სადაც იყვნენ მიბჯენილები ერთმანეთთან, ყველაზე ცივი ომის დროს ყველაზე თხელი გამყოფი კედელი თურსადმე არსებობდა. ეს იყო ბერლინის კედელი. ანუ ამ ბერლინის კედელი აქეთ და იქით არსებობდა ორი აბსოლუტურად სხვადასხვა სამყარო. მართლა რკინის ფარდა იყო დაშვებული, ეს რკინის ფარდა იყო ძალიან ისეთი ფართე ბუფერული ზონა, ხო? ეს ქვეყნები თანამედროვე იცვლებდნენ აღმოსავლეთი ქვეყნები და ანუ ესეთი მჭიდრო არ იყო ეს შეხება, ხო? ეს გარდამავალი ფერები არსებობდა. დასავლეთიდან თქვათ ავსტრია და აქედან არ ვიცი რაღაცა ვარშავის პაქტის ქვეყნები და იუგოსლავია, ხო? მაგრამ იქ იყო ეს ძალიან მჭიდრო და ძალიან ხისტი და პირველი სწორედ იქ გატყდა, სადაც ეს ხისტი იყო ესე. ჩვენს ისტორიაში არაერთხელ ქონია მსგავსი მდგომარეობა, როდესაც იმ მომენტისთვის შეიძლება მსოფლიოში აღარ ყოფილიყო გარკვეული ძალა ნომერი 1, მაგრამ იმდენი ძალა ქონია, რომ ჩვენ ისტორიის ცვლილება მთლიანად შეუცვლია. იგივე არის მაგალითად მე-7 საუკუნეში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობა, იმის მერე ბიზანტიას ახლა თბილისი აღარ აუღია, მაგრამ მასთან მარცხმა შემდგომ განაპირობა არაბების აქ გაბატონება არაერთი საუკუნით. იგივე იყო დამარცხებული ჯალალედინი მოვიდა საქართველოში, მონღოლებისგან დევნილი, გადაიწვა თბილისი, ბოლოს აღმოჩნდით მონღოლების ტყვეობაში. თუმცა რაღაც მომენტს ვერ აფასებ, რაღაცა სწორად და შეიძლება რაღაც ანგარიშს არ უწევ. და იგივე არის კრწანისის ბრძოლაც, ხო? კრწანის ბრძოლაში პრაქტიკულად შინააშლობის მომენტში არსებულმა აღა მაჰმად-ხანმა შეიწირა საქართველოს სამეფო და აღმოჩნდით იმის მერე პრაქტიკულად რუსული გავლენის ქვეშ. მაგრამ დღეს თურქეთიც და ირანიც აღარ წარმოადგენენ, ხო, ისეთ სახელმწიფოებს, რომელიც ჩვენი არის საუკუნეების მანძილზე არსებული მთავარი გამოწვევა, ხო, სადაც აღარ ვიცოდით რა უნდა აგვერჩია, ვაის გავეყარე, უის შევეყარე, მთელი ქართული ფოლკლორი დაბადა მათ უღლის ქვეშ ცხოვრება. ხვალდაზე შესაძლოა რუსეთიც იყოს უფრო ბევრად დამცრობილი და ეგზისტენციური საფრთხე რუსეთს არ შეუქმნა, საქართველოს არ შეუქმნას და პირიქით შეიძლება შეტრიალდეს, იმიტომ რომ სოფლიოში არაერთი მაგალითია, ხო, შეტრიალების რაც იყო მოსისხლე მტრობა, მერე იქცევა ხოლმე ერთგვარ კოოპერაციად, მაგრამ თავარი ანუ გზავნილი ახლა თუ მე სწორად გავიგე, რასაც ჩვენ ამბობ, არის ის, რომ ჩვენ მოგვეთხოვება კი არ მივყვეთ დინებას, არამედ უბრალოდ ადეკვატურად ხედავდით სურათს, მოვლენებს, პროცესს, რა ვითარდება მსოფლიოში. თუ ჩვენ საკმარისი გამჭრიახობა აღმოგვაჩნდება, ამით ვისარგებლებთ, თუ არა და ჩვენ შეიძლება უბრალოდ აი ეს აღმოჩნდეთ რაღაცა პროცესში ჩათრეული და მე იქაც როგორ უნდა გადარჩე, აღარ კონდეს საამისო საშუალება. აი ბატონმა კარდინმა გაიხსენა, რომ ეს ციტატა, რომ წყევლაა საინტერესო დროში გეცხოვროსო, მაგრამ აი მშვიდობის გარეშე და ეს მშვიდობას ეძღვნებოდა, ხო? და საინტერესო იყო მშვიდობის განსაზღვრება, რომ მშვიდობა ეს არ არის უბრალოდ არა ომი. თუ ომი არ არის, ესე იგი მშვიდობა არის, იმიტომ რომ ხშირად არის სულიან ახლო აღმოსავლეთში და პალესტინაშიო, მაგრამ ამას ჩვენ ვერ დავარქვით მშვიდობას, რა მდგომარეობაც იქ არის და იმიტომ მშვიდობა უნდა გავიგოთ როგორც თვისობრივად სულ სხვა ტიპის ერთგვარი რაღაც თანხმობაში ცხოვრების არსი, ეგეთი ეგზისტენცია და ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ სწორედ ჩვენ. ანუ შენ თუ ხედავ აი მიუხედავად აი გარემო იმ ფაქტორებისა, რაც ქვეყნის შიგნიდან არსებობს თუ გარედან არსებობს, შესაძლებლობას, რომ აი ისტორიის აი ამ მობრუნების ფაზაში საქართველოს რამენაირად მოახერხოს და გაძვრეს მშვიდობიანად რა. ანუ აი წეგან ჩამოვთვალე ის ჩვენი ისტორიის ქარტეხილები, სადაც ეს ვერ მოახერხეთ და დღეს რამდენად მიგაჩნია, რომ შეგვიძლია გაძრო. მე მგონია, რომ შეგვიძლია და ეს არ არის უბრალოდ ოპტიმიზმი, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა იმ მათ შორის იმ რეალური სურათის შეფასება, რომელიც არის, ხო? ანუ რეალურად ახლა ჩვენ ვუყურებთ ესეთ მოცემულობას, რომ პირობითად ავიღოთ ჩვენი რეგიონი, ხო? ჩვენს რეგიონში ჩვენ ვხედოთ სურათს, სადაც არსებობს მინიმუმ 3 დიდი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესზე შეუძლია ზემოქმედება.
მინიმუმ 3 დიდი სახელმწიფოა უშუალოდ ჩვენ სამეზობლოში, ხო, რუსეთი, თურქეთი და ირანი. ხო, რომელსაც პრაქტიკულად პირდაპირ ესაზღვრება. კი, და მათ აქვთ რესურსები ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების, ხო? ანუ აი მაგალითად ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ რატო არ გაიხსნა ზანგეზურის კორიდორი და ეს ზანგეზურის კორიდორი დაბლოკეს არა რუსებმა, არამედ ირანელებმა, ვთქვათ. ანუ არის ესეთი შეფასება ამ პროცესის რა და ესე ვთქვათ, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რუსეთსაც არ აწყობს, ბევრი რამე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი წონადი ამბავი არის ის, რომ ირანის ეგეთი ვერსიაც გვაქვს, მოკლედ. კი ბატონო, ირანისთვის ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან რთული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იგულისხმებოდა ირანის გვერდის ავლით, მაგალითად თურქეთისა და აზერბაიჯანის და დანარჩენი ცენტრალური აზიური თურქული სამყაროს ერთმანეთთან დაკავშირება, ისე რომ ამას შეეძლება, ესე ვთქვათ, ექნებოდა შესაძლებლობა ირანის საერთოდ გამოეთიშა პროცესებიდან და აი ამ თქვათ სავაჭრო პროცესიდან და ასე შემდეგ, ხო? თუმცა ნუ რა თქმა უნდა რაღაც ცალკე სხვა საშუალებები მას რჩება, რომ სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულებით, მაგრამ აი ეს იქნებოდა ერთი ძალიან ისეთი თან დამატებითი ფაქტორი. თან მარტო გამოთიშოზე ჩემი აზრით არ არის ლაპარაკია, რომ ეს თურანული სამყარო რომ თლიანდება და უკვე გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად რო უკავშირდება რაღაცა გზებით, ეს ნიშნავს მათ გაძლიერებას, რაც არის მათთვის პირდაპირ კონკურენტი. და თან თავის მხრივ ვთქვათ რუსეთზეც საუბრობენ, რომ ვთქვათ ეს იქნებოდა ნატოს შემოსვლა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თურქეთია და ნატოს დაკავშირება უკვე ცენტრალურ აზიასთან. რუსეთ შუა აზია დაუკავშირდეს ალტერნატიული. ასე რომ ამ ერთი ძალიან მარტივი მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ძალებს აქვს თავისი პოლიტიკის გატარების რესურსი გააჩნიათ და ისინი ამაზე იმოქმედებენ, ხო? ამის გარდა ნუ ცხადია, რომ არ ვიცით ახლა როგორ დასრულდება ეს ანაკლიის პროექტი, მაგრამ ცხადია, რომ ჩინეთის ინტერესი, რომ შავ ზღვაზე საკუთარი პორტი კონდეს, საკუთარი რა, ანუ ყოველ შემთხვევაში მისი ინვესტიციით და მისი თქვათ მენეჯმენტით განხორციელებული პორტი არსებობდეს, სადაც ის გადამწყვეტ ფაქტორს, მას გადამწყვეტი როლი ექნება, ასეთი პორტი კონდეს შავ ზღვაში, ეს მისთვის საინტერესოა და შესაბამისად ისიც იქნება აი ამ რაღაცა ვთქვათ, აი ამ დაალაგებაში მონაწილე. ამის გარდა კიდევ ერთი მოთამაშე ეს ინდოეთი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში და 2 წლის წინ თუ არ ვცდები თუ წელიწადნახევრის წინ იყო, როდესაც რუსეთმა და ირანმა გააფორმეს ხელშეკრულება ირანის ტერიტორიაზე რკინიგზის არარსებული მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, სწორედ უკავშირდებოდა ინდური ტვირთების, ასე ვთქვათ, ევროპულ ბაზარზე მიწოდების საკითხს, ხო? კი, ახლა ეს არ მუშაობს ამ სანქციებიდან და რაღაც ასე შემდეგ გამომდინარე, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროექტი იყო 2027 წლის დასასრულებელი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მუმბაიდან იმას რა ქვია მაგას, ირანულ პორტში პირდაპირ ჩამოსული ტვირთები ირანიდან ვიდრე პეტერბურგამდე ერთი რკინიგზით იქნებოდა მათი მიწოდების შესაძლებლობა. ამ დროსაც აზერბაიჯანის გავლით, მაგრამ ნუ სამხრეთ კავკასიის გავლით. ანუ რამდენიმე ესე ვთქვათ მზარდი აი ამ მულტიპოლარულ სამყაროში, ასე ვთქვათ, მზარდი პოლიტიკური ძალა, სახელმწიფო კავკასიაში ნახულობს თავის ინტერესს და არა მხოლოდ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაშიც. მე საერთოდ გონია, რომ რამდენიმე ესეთი ცენტრალური ადგილი გამოიყოფა ამ მულტიპოლარულ სამყაროში ჭიდილის, კონკურენციის დიდ ძალებს შორის, ხო, თავისთავად განსაზღვრულია ეს წყნარი ოკეანის აზიის ნაწილი, ცენტრალური აზია, კავკასია ალბათ ერთად უნდა მოვიაზროთ, მაინც როგორც ერთიანი კასპიური, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონი და ასევე რა თქმა უნდა, ეს ახლო აღმოსავლეთის თემა არის. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ ამერიკაში, უბრალოდ სამხრეთ ამერიკაშიც იქნება რაღაცა, მაგრამ სამხრეთ ამერიკა მაინც აი ამ მონროს დოქტრინით მაინც მოიაზრება, რომ არის ამერიკის ესე ვთქვათ უკანა ეზო და დიდად იქ და ასე ვთქვათ ჭიდაობას არავინ არ იწყებს. კი, შედის ჩინეთი საკმაოდ აქტიურია იმ რეგიონში, საკმაოდ აქტიურად ცდილობს რაღაც წარმოების პროცესების აწყობას და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ეს არ მოიაზრება ძირითად დაპირისპირების არეალად. რამდენად არის აფრიკა დაპირისპირების არეალი? იქ სადაც გადის. აი აფრიკა ძალიან საინტერესოა. საიდანაც გადიან დევნიან ფრანგებს. კი, ძალიან საინტერესოა აფრიკა, იმიტომ რომ აფრიკა თავის მხრივ, რა თქმა უნდა, იმ რესურსებით, მდიდარი რესურსებით ძალიან მიმზიდველია ყველასთვის, მაგრამ რაღაცა თვალსაზრისით შეიძლება არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ცალკე პოლისად ჩამოყალიბდეს ამ ყველაფერში, არა დაპირისპირების არეალად, არამედ ცალკე მოთამაშედ. იმდენად დიდია თავისი მოსახლეობითაც
და პოტენციალით, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს, ანუ ხო შეიძლება ხა დღეს ჩვენ ვილაპარაკოთ იმ სიდუხჭირიდან, რომელიც არის ინდოეთში, მაგალითად, საკმაოდ დიდ ნაწილში ინდოეთისა, მოვიაზროთ, რომ ინდოეთის გამო ვიღაცები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ინდოეთი თვითონ არ იქნება მოთამაშე, ხო? აი რაღაც ეგრე მგონია მაინც მე აფრიკასთან მიმართებაში, რა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ აფრიკას შეძლებს, ესე ვთქვათ, როგორც თავის დამოუკიდებელი იდენტობის პოვნას, რაც მაგაზია. თითქოს. ნუ შეიძლება ძალიან ოპტიმისტურია. ჩვენთვის ახლა მიჩვეულია ტრადიციულად ინდოეთს რო გულისხმობთ, რაღაცა ერთი მონოლითური მასა აღვიქოთ, რა ვქვია. ჰომოგენურ წარმონაქმნს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ინდოეთი რელიგიის თვალსაზრისით და ეთნიკურობის თვალსაზრისითაც კი ესეთი ჭრელია, უბრალოდ ბრიტანეთის შემდგომ პერიოდში ის რაღაცნაირად აცრებლების განმავლობაში სუვერენულ მთლიან ქვეყნად ცხოვრობდა და რაღაცნაირად ეს ერთეული გაჩნდა. აფრიკაში მაინც არის, ხო, ცენტრალური აფრიკა ცალკეა, სამხრეთი ცალკეა და განსხვავებული. თუმცა, ასე შეიძლება აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ხალხი მიხვდეს, ირწმუნოს ეს ძალა. პრინციპში ჩინეთის ფორმულა ზუსტად ეგ არის, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც ის უბრალოდ მართლა ძალიან ღარიბი იყო და ეძებდა საშუალებას, რომ რა ექნა, აი ამ ინდუსტრიის გადმოტანით, მან დააგროვა დოვლათი და ბოლოს იქცა, გაიხსენეს, ვთქვათ, რომ არის რამდენიმე 1000 წლეულის იმპერია და ეს დოქტრინა მოიყვანა მოქმედებაში. ერთ-ერთი ელემენტი, ერთ-ერთი მთავარი мотиваცია, რის გამოც გადაფი იქნა ჩამოშორებული ხელისუფლებიდან და ბოლოს ისე მოკლული, როგორც მოკლეს, არის სწორედ ის, რომ ის აფრიკის აი ამ პოტენციალის განვითარებაზე საუბრობდა ბევრს და დოლარისგან გათავისუფლებაზე და ამ რესურსების ნაციონალიზაციაზე და ასე შემდეგ. ის რეალურად იყო ლიდერი იმ პერიოდის აფრიკის აფრიკის კონტინენტზე ყოველ შემთხვევაში იმ არაბული რაღაც ამპაროს ყოველ შემთხვევაში ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილში ის იყო ერთ-ერთი სერიოზული ლიდერი ამ პროცესის, ესე ვთქვათ, ხო, რომელიც მისი, ესე ვთქვათ, ძალაუფლებიდან ჩამოშორებით და აი ამ მთელი სანქციებით რაღაცებით შეყოვდა პროცესი, მაგრამ ალბათ საერთოდ არ გაუქმდა, ასე ვთქვათ, ხო, ანუ აფრიკა ალბათ მაინც აღარ უნდა მოიხსენიოთ იმათ, რომ ის იქნება მუდმივად რაღაცა სხვა დიდი კოლონიების რესურსების სივრცე, საიდანაც ისინი ამოწოვენ აი ამ რესურსებს. ჩვენ კონტინენტს რო დაუბრუნდეთ, ხო, ეგ არის მნიშვნელოვანი, კი ბატონო, რომ აი რატო ვახსენეთ ახლა ეს ამდენი ქვეყნის რაღაცა თავმოყრა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ამდენი ქვეყნიდან ამდენი თქვა დაინტერესებული ქვეყნიდან ბუნებრივია რომ არავინ არ იქნება ასე ვთქვათ მზად და თანახმარო რომელიღაცა ერთი იყოს დომინანტი ამ რეგიონში. ანუ დაუთმოს მთელი რეგიონი ვიღაცა ერთს და მისი წესებით ითამაშოს თვითონაც. ანუ იმან დაადგინოს წესები და შემდეგ ამათმა ეს დანარჩენი სხვა დანარჩენის დიდი სახელმწიფოები დაემორჩილონ ამ წესებს, ხო? ეს ასე უკვე შეუძლებელია. რა ეს აღარ არის ის პერიოდი, რომ თქვათ რაღაცა თუნდაც როცა ბიპოლარულ სამყაროში ცხოვრობდით, რომ ერთ რაღაცა სივრცეში ერთის წესები იყო, მეორე სივრცეში მეორე წესები. ხო, მიდიოდა უბრალოდ ქვეყანა არის წითელი თუ კი ბატონო, მთელი მულტიპოლარულობის არსი იმაში გადმოიცემა, ასე ვთქვათ, დღეს, რომ ეს პირიქით ეს რაღაც გარკვეული შეთანხმებები ცალკეულ პოლუსებს შორის როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან. რა წესებს. ამ გაგებით შეიძლება დაბრუნდეს ვესტფალიური წესრიგი, რომელიცაც თავარი იყო ბალანსი, რომ თავარი არ იყოს ესეთი წესრიგი, ეკვილიბრიუმი, რომელიც არ გააძლიერებს ვიღაცას იმ დონეზე, რომ შეუქმნას სხვა. აუცილებლად. აი მაგალითად რო ავიღოთ ახლა, აი დანარჩენებს რო თავი დავანებოთ, პირველი სამი ქვეყანა რო ვთქვათ, ჩვენი რეგიონის, ხო, თურქეთი, რუსეთი და ირანი, ხო? უნდა ჩავთვალოთ, რომ აი ამ სამეულში არც ერთი ანუ ნებისმიერი ორი ნებისმიერ კონფიგურაციაში ნებისმიერი ორი ყოველთვის იქნება მესამის გაძლიერების წინააღმდეგი. და პირიქით რა, როგორც არ უნდა დაალაგდეს ნებისმიერ კომბინაციაში ნებისმიერი ორი შეეწინააღმდეგება ნებისმიერი ერთის გაძლიერებას და შესაბამისად აი ეს ბალანსი იქნება განსაზღვრელი ჩვენი რეგიონის განვითარების. ნუ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. და აქედან გამომდინარე მაგალითად ის თუნდაც 3+3 ფორმატი საინტერესო ჩვენთვის, რომ გვესმოდეს, რომ ეს სამი რაღაცაზე თუ შეთანხმდა ეს სამი ერთის მხრივ დაიცავს აი ამ ბალანსს, ორი ერთის წინააღმდეგ მუდმივს და მეორე დაიცავს იმას, რომ ამ სამის მიერ შეთანხმებული თამაშის წესები იყოს ხვებისთვისაც გასაზიარებელი, ვინც გარედან მოვა სხვა დანარჩენი რეგიონთან მიმართებაში. ვისაც რეგიონში რამე აინტერესებს. ეს ერთის მხრივ ეს სამი სავარაუდოდ გააძლიერებს ერთმანეთს დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობაში. და მეორეს მხრივ ეს სამი დააბალანსებს ერთმანეთს შიგნით რეგიონში. მithumetas შეიძლება ითქვას, რომ ეს 3+3 ფორმატი კლასიკურად
არ არის უბრალოდ სამსვლელი. ანუ ეს შეიძლება ითქვას ეს 3+3+3 ფორმატი, იმიტომ რაც ჩამოთვალეთ ჩვენ სამი პატარა სახელმწიფო ამერიკა-კავკასიის, სამი დიდი მეზობელი ქვეყანა, მაგრამ მათ გარშემო კიდევ ორბიტაზე არის ის დიდი სამი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სამი სივრცე რა. რომელთა ინტერესების გათვალისწინებას ამერიკა, ჩინეთი, შეიძლება იყოს ევროკავშირი, შეიძლება იყოს აფრიკა, რომელიც ესაზღვრება პირდაპირ ამ დიდ, ესე ვთქვათ, ამ 3+3-ს და მასზე ახდენ ზეგავლენას რა და ერთგვარად აქ მართლა გამოდის ეს გზაჯვარედინი, რომელიც მე არ ვიცი შეიძლება ეკონომიკური ინტერესი, დერეფანი, აქ ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს ხოლმე ამაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს როგორ განვითარდება თან გასავითარებელია კაცმა არ იცის და შეიძლება დერეფნობა და რაღაცა ძველად რო გამოთქვა პრახადნოიდური არც იყოს საუკეთესო მოდელი ცხოვრებისთვის და მაგრამ როგორც მინიმუმ ეს არის ბუფერი რაც ნიშნავს რომ საწინააღმდეგო ძალები აი მაგნიტებს სხვადასხვა პოლუსით მიიტანა კი არ ეწებება პირიქით რომ განიზიდავს ხო აი ამ შუაში არსებულ ვაკუუმში ჩვენ გვაქვს საშუალება ვისუნთქოთ, შევქმნათ ჩვენი ქვეყანა და რაღაცნაირად ვიცხოვროთ იმ მოდელით, რომელიც იყო ჩვენთვის საუკუნეების განმავლობაში მისაღწევი, რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი, ჩვენ ვიყოთ სუვერენული, ჩვენ გქონდეს თვითყოფადობა. ყველა ქართველი მეფე განიცდი და არ არსებობს რომ პრაქტიკულად ხო პატარა გამონაკლისის გარდა ხანა ჩვენს ისტორიაში, როდესაც რომელიღაც დიდი სახელმწიფო ზეგავლენის ქვეშ არ ყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ პირობებში, ამ ცხუნვარების ქვეშ ცხოვრებას, მაგრამ გვჭირდება ის სივრცე, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ იდენტობა გქონდეს, სახელმწიფოებრიობა გქონდეს. აქ არ არის მარტო კულტურული იდენტობაზე ლაპარაკი. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. სადაც არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც არის ეკონომიკური სუვერენიტეტი. რაც ამ წუთას უფრო მეტად, ესე ვთქვათ, მოწყვლადია ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ პოლიტიკურ ველზე თითქოს ჩვენ მაინც დავიწყეთ რაღაც გარკვეული დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა და დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გატარება. მეტნაკლებად, მაგრამ აი ამ ეკონომიკურ ნაწილში ჩვენ ჯერ კიდევ განვიცდით მნიშვნელოვნად აი ამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების წესებს და მათ ლოგიკას, რომელთაც ჩვენ მოქმედებთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ეს ვალები იქნება თუ სხვა ინსტიტუციური ფორმები, რომელშიც ჩვენ ვართ გაწევრიანებული და ამითი, ასე ვთქვათ, ვალდებულებები გვაქვს გარკვეული თვალსაზრისით, ამითი ისინი ახდენენ ჩვენზე ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე, სწორედ აი წეღან რომ თქვი ის, რა ქვია მაგას, დერეფენთან დაკავშირებით, რომ ეს არ გახდეს უბრალოდ რაღაცა იყოს სატრანზიტო ქვეყანა. ხო, სატრანზიტო ქვეყანად არ ვიქცეთ, არამედ რამე სხვა ხეირი ვნახოთ აქედან, ხო? ამას ჭირდება ესეთი პროაქტიული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც იქნება მიმართული იქითკენ, რომ აქ გავლილი, ასე ვთქვათ, რესურსებისა და პროდუქციის გატარებიდან დამატებითი ღირებულება შეიქმნას. აი ძალიან მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ ამისთვის, ანუ სულ მცირე ეს ნიშნავს ერთის მხრივ იმას, რომ თქვათ იმ პროდუქტების, რომელმაც უნდა გაიარონ საქართველოზე, რაღაცა, არ ვიცი რა ტელეფონები, რაღაც არ ვიცი 1000 რამე, ხო? 1000 რამე შეიძლება იყოს. ერთის მხრივ საქართველოს გახდეს მათ შორის აი ამ ჯაჭვში, ამ პროდუქციის წარმოების ჯაჭვში ციკლის ნაწილი, ანუ რაღაც ბოლო მისი აწყობა ხდებოდეს საქართველოში. ნებისმიერი პროდუქტის ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდები არაფერს. ნებისმიერი პროდუქტის საბოლოო წარმოება ხდებოდეს საქართველოში მაგალითად, ან მეორე ნაწილი, ან არა. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ჩემი აზრით, რა რომ აი რაღაცა ერთი რომ აი პროდუქციის ჯაჭვში ჩავერთოთ იმ პროდუქციის მინიმუმ, რაც საქართველოზე გაივლის. და მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული warehouse-ების და marketplace-ების გაკეთება, ხო? როდესაც დიდი რაოდენობით პროდუქტი მოდის, მე შის გადაფასობდება, ესე ვთქვათ, და საცალო ბაზარზე მოხდება მისი დისტრიბუცია უკვე აქედან ადგილიდან, სადაც დამატებითი ღირებულება შეიქმნება როგორც ტრანსპორტირებაში, იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულებით. ეს პრაქტიკულად ტვირთის გადამუშავება, რაღაცა დისტრიბუცია და ხო, ანუ ხდები ამ რეალურად გამტარი არა. კი ბატონო, რეალურად ეს შესაძლებელია, როგორც წარმომიდგენია, ცხადი ამას ჭირდება კარგი ანალიზი იმისა, თუ რა მართლა რეალურად რა პოტენციალის მატარებელია ეს გზა. ხო, ჩვენ არ უნდა გავიგოთ, ხშირად ესე გვაქვს, რომ ეს შუა დერეფანი არის ცენტრალური გზა, მაგალითად, შორეული აღმოსავლეთში წარმოებული პროდუქციის დასავლეთში მოსახვედრად და პირიქით, ხო? არ არის ეს ცენტრალური გზა, ეს რაღაცა
თქვათ დამატებითი გზის სტატუსი შეიძლება კონდეს, ის შეიძლება გახდეს მომავალში პოტენციურად ძირითადი გზად ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად, ანუ თუ არა აქვს მაგას გამტარიანო იცი რა არის გამტარუნარიანობის გაზრდა გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება, ოღონდ ამას უნდა კონდეს რა, თუ ცენტრალურ აზიაში დაიწყება რაღაც საწარმოო პროცესები, რომელიც არ არის დღეს. თუ ეს საწარმოო პროცესები დაიწყება და გაჩნდება პროდუქტი, რომელიც სადღაც უნდა გაიყიდოს, მაშინ ამ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის განვითარებასაც თავისი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა ლაპარაკი არის სპეციალისტების მხრიდან იმაზე, რომ შენ რომ ეს რომც გაზარდო და ააწყოს ინფრასტრუქტურა და თან საცობების გარეშე და რამდენიმე ქვეყანა უნდა მოიცვას, დღეს რო გაქვს 2.5 მილიონი ტონა გამტარიანობა, გექნება 5 მილიონი ტონა. მაშინ როცა ჩინეთის ექსპორტი არის 250 მილიონი ტონა. არა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ზღვაში წვეთია მთლიანი ზღვაში წვეთი იქნება, მაგრამ შენთვის აი პირობითად ჩვენთვის ცხადია რომ შენთვის ახლა დღეს რომ მართლა 2 მილიონი ტონა გადის შენზე გაორმაგება და კიდე თქვათ ოპტიმისტურ შემთხვევაში გასამაგებას, ეგ უკვე ძალიან დიდი ის არის, ხო? შემონატანია შენს ეკონომიკაში და მერე თუ კიდე ამაზე ვიდან და ამატებ იმას, რომ შენ გახდე აი ამ საწარმო პროცესის ნაწილი, რა პროდუქტები შენზე გადის და თქვათ ბოლომდე აწყობილი კი არ მოდიოდეს, კი არ იყო გამტარი ამის, არამედ შენთან ხდებოდეს რაღაცა დამატებითი შრომა და ანუ პროდუქციის საბოლოო სახის მიცემა. და ან და კიდე აი ეს დისტრიბუციის ნაწილი, ანუ საცალო დისტრიბუციის ნაწილი დაემატოს ამას ყველაფერს სხვადასხვა მიმართულებით, ხო? აი ამ თუნდაც 3+3 ფორმატის ქვეყნების ფარგლებში მაინც, ხო? ეს 3+3 ფორმატის ქვეყნებს რო დავხედოთ ესე როგორც ბაზარს, რეალურად გამოდის რამდენი 150 მილიონი, 80 მილიონი, სადღაც იგივე, ხო? იმაში რა ქვია, ირანში და 1.15 მილიონი აგერ ცხოვრობთ შუაში. 350 მილიონია. ხო და 350 მილიონიანი ბაზარი უკვე ძალიან დიდი ბაზარია. უკვე ძალიან დიდი ბაზარია იმისთვის, რომ კოორდინაცია მოხდეს და განვითარება მოხდეს ეკონომიკური პროცესის. ხო. ეს ძალიან ის არის საინტერესო მომენტი. იცი რა ხან ეკონომიკის საკითხს შევეხეთ, საქმე იმაშია, რომ ჩვენ განვიცდით ასევე აი ამ წინა პერიოდში გასაგებია რომ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მდგენელები შეიცვალა, ხო? და ეს ომმა სერიოზულად შეცვალა, მაგრამ ამავე დროსაც უშუალოდ შეიძლება ესე არ გვეხება როგორც უკრაინის ომი ჩვენ სოფლიოში გლობალურად დაწყებულია ეს პროცესი პირველ რიგში ეს არის ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომი, ხო? ეს ტარიფებით ბრძოლა რომელიც შეიძლება სულიად შეცვალოს და კაცმა არ იცის საბოლოოდ რა შედეგზე გავა მთელი ეს პოლიტიკა როგორ მოხდება რეინდუსტრიალიზაცია ამა თუ იმ რეგიონის, რასაც ისახავს მიზნად. შეიძლება არის ლაპარაკი სიტყვაზე კრიპტოვალუტაზე, დოლარზე როგორც სარეზერვო ვალუტაზე, რომლის გამოყენებაც ხდება და ესე ვთქვათ, მის დომინაციურ როლზე. მაგრამ ჩვენ რეგიონში მაინც იმიტომ რომ ვიყავით აი ბოლო 30 წლის განმავლობაში აი დასავლური აი ამ გლობალისტური სისტემის გავლენის ქვეშ ეკონომიკურ ნაწილში გულისხმობ, ხო? იმიტომ რომ ეს არის მთელი ეს რეკომენდაციები ნიშნავს, რომ შენ ეწყობი ისეთი ტიპის ქვეყანად, რომ ერთგვარი ეს არის ეკონომიკური ბოლონიის პროცესი, ხო? იყო რაღაცნაირად ადაპტირებული ამ დასავლურ საბანკო სერვისია თუ ასე შემდეგ, ხო? და მოქმედებს ზუსტად იგივე კანონზომიერები და თან რასთავარია, შენ როგორც პოლიტიკურად ხარ დახასიათებული როგორც მესამე ტიპის ქვეყანა, მესამე ხარისხის ქვეყანა, ასევე ეკონომიკურადაც შენ ქვია საზღვრისპირა ქვეყანა emerging market, ხო? ანუ იქ სადაც არის დიდი რისკი, მაგრამ არის მაღალი მოგებები და ბუნებრივია მე ადამიანები წუწუნებენ, რომ ბოლო დროს როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდა, უცებ ხედავენ ხოლმე, ხო? უკვე არა მხოლოდ წლიურ, არამედ ლამის კვარტალ ანგარიშებს, რომ ბანკების მოგებამ რა შეადგინა და ამ კაპიტალის გადინება ამ ყველაფერმა ბუნებრივია რომ აჩენს ხო რაღაც წინააღმდეგობას რომ უი აღარ გინდა ეხა ეს 90-იანები ბევრს უკვე აღარ ახსოვს როცა რაღაც ელემენტარულს ეძებდი ოღონდ რაღაცა გეშოვნა და თანდათანობით ეს განწყობა და მოთხოვნა იცვლება. აი ეხა იმ ჭრილში რაც დაახასიათეთ წინა გეოპოლიტიკურად და სხვადასხვა ქვეყნების ინტერესების გზაჯვარედინი ეკონომიკური კუთხით თუ არსებობს ალტერნატივა შეიძლება თუ არა რომ საქართველოს ეხა რომელიც არის ეკონომიკური თვალსაზრისით პირდაპირ იმ დასავლური სამყაროს ნაწილი, ეს იქნება საბანკო, საფინანსო, ფისკალური სექტორი, ამ კუთხით შეიძლებაოდეს ქვეყანაში რაღაცის შეცვლა.
საბჭოთა კავშირი იმ გაგებით, როგორც ჩვენ გვახსოვს, ვერ დაბრუნდება, ხო, ბუნებრივია გეგმიური ეკონომიკა და ეს რუსეთშიც არ არის ესე. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რაღაცა ჩინეთშიც კი ბოლომდე არის. უფრო მეტად სუვერენულ იმას ატარებს. კი ბატონო. ხო, არა, არც რუსეთშია, არც და ბოლომდე ჩინეთშიც არ არის ასე, ხო? ძალიან ისეთი გეგმიური ეკონომიკა აქვს, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც იყო თქვა საბჭოთა კავშირი, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ჩინეთსა და საბჭოთა კავშირის შორის, ჩემი აზრით, ანუ იმ ფუნდამენტურ სხვაობაშია, თუ რისთვის ხდება წარმოების პროცესი. ანუ თუ საბჭოთა კავშირში წარმოების პროცესი ხდებოდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჩინეთში წარმოების პროცესი ხდება გამდიდრებისთვის, ანუ რაც კაპიტალიზმის მთავარი ამოძრავებელი ძალაა, ხო? ანუ კი ეს უნდა მიღწეულიყო უბრალოდ კომუნიზმი, ანუ ის როცა ადამიანი პრაქტიკულად ძალიან ცოტას იმუშავებდა და მიიღებდა საკმარის, ანუ რაღაც ეკვილიბრიუმი უნდა მოხდეს. მან აიღო კაპიტალიზმის მთავარი დრაივი, რომ ეს არ ჩერდება არსად. კი, არა, ანუ გამდიდრება და სამომხმარებლო კულტურის განვითარება ჩინური ეგრეთ წოდებული რა ქვია მაგას სოციალისტური კაპიტალიზმის თუ შეიძლება ესეთი რამის ხმარება საერთოდ არ ვიცი მისი ნაწილი დასავლეთისგან განსხვავებით ის პირდაპირ ინდივიდის ბედნიერებას კი არ ხარდება პირველ რიგში ჯერ სახელმწიფოს გამდიდრებაზე ალბათ და არც მიშვებული არ არის წარმოების პროცესი სახელმწიფო ჩარევისგან არა რა თქმა უნდა არ არის მაგრამ აი ეს ძირითადი ელემენტი ორი ძირითადი ელემენტი ანუ გამდიდრებაზე ორიენტირებული წარმოება და კონსიუმერული სამომხმარებლო კულტურის განვითარება, ანუ რეალურად ჩინურია ეს გაჯეთები და ავტომობილები და ასე შემდეგ, რომლებიც უფრო მეტადაც კი არიან ხოლმე რაღაცა უფრო წინ არიან წასულები ხო შეხედო დასავლური წარმოების ავტომობილებისგან რაღაცა აი კომფორტით ხო ანუ რაღაცა ეს ხელი მოვაქნია და კარი დაიხურა და მე რაღაცა ის ვქენი და ანუ ეს ხო სამომხმარებლო კულტურის განვითარების ნაწილია რა ანუ მაგრამ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში მანქანა იყო რომ აწერტილიდან ბეწერტილში უნდა მივიდე და ეხა იქ მოდელი არ იცვლება ხო რა კონდიციონერი იმუშავებს თუ არ იმუშავებს და ასე შემდეგ ნუ ზამთარში გათბობა უნდა იმუშაოს იმიტომ რომ ცივა სხვა არაფერი რა ზაფხულში ჩაწევ ფანჯარას. ხო, ჩაწევ ფანჯარას და ისე დამთავრდება და ის პატარა ვიტრავიკები რო ქონდა იმას შემოატრიალებს და დაგიბერავს. ეგ არის, ანუ ეს სხვა კულტურა იყო რა. მე იმ კულტურას დიდ პატივს ვცემ, სხვა თემა საერთოდ, მაგრამ აი ეს ჩინური დამოკიდებულება. ბეროთ ქრისტიანული კულტურა იყო, ასკეტური, მაგრამ ნუ ხო, ანუ ათეისტურმა სახელმწიფოს შექმნა ასკეტური საზოგადოება. ძალიან და ხო და ანუ მაგრამ ჩინეთში ეს ის რა ქვია მაგას, ანუ თან აი რაღაც ვიდეოები ალბათ შენც გვხდება ხო TikTok-ზე ან რამდენი გაჯეთი აქვს სამზარეულოში რომელიც სხვადასხვა რაღაცას აკეთებს რა ანუ რაღაცა არ ვიცი მეგონი ეს არის მათ მიერ ჩვენთანაც დასავლეთის მიმართ რაღაც ტელევიზორული წარმოდგენა იყო ეგ არის მათ წარმოდგენა იაპონიაზე და ეს არის ადრეული იაპონიის მიბაძვა რომ აი რაღაც უცნაური ყველაფერი რაღაცა გაჯეთმა უნდა გააკეთოს ხო ვინც მოგზაურობს წინ იძახიან რომ იაპონია მაინც 90-იან წლებში ცოტა გაჩერდა ტექნოლოგიური კუთხით ანუ ის კიოტოს იაპონია კი არა ტოკიოს იაპონია და აი რომ ჩადიან კორეაში ჩინეთში აქ ხვდებიან რომ ეს დინამიკა არის უაღმავალი და არ ჩერდება და იცვლება. კი ბატონო. ხო, ამიტომ რა თქმა უნდა ეს განსხვავებულია და ეს საერთოდ თავის ცალკე თემა რამდენად არის შესაძლებელი ისეთი პროექტის განხორციელება, როგორც საბჭოთა კავშირი იყო და რამდენად არ არის შესაძლებელი. ცალკე ამბავია, მაგრამ მთელი ამბავი რა არის? წინახე ძალიან საინტერესოა, არის ისეთი საინტერესო კაცი ბეზრუკოვი, მე მგონი ანდრეი ქვია, თუ გეცოდინება, ანუ ის 2010 წელს თუ 11 წელს ამერიკიდან რო დიდი ჯგუფი გამოაგდეს იმების რა ქვია მაგას აგენტების და ფილმიც იყო ეს. ნუ ახლა და ძალიან საინტერესო. ნუ მე მგონი არ ტყუილა არ არის მისი ლექციები, იმიტომ რომ თითქოს შტაბ-ჭრილმა მრჩება რომ ერთგვარი პროექტი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის ცოცხალი შტირლიც შეიძლება ესე იყოს. ხო, და არ არის ძალიან საინტერესო გეოპოლიტიკური ლექცია. კი, საინტერესო ლექციები, მაგრამ ყველაზე მეტად მომეწონა მისი იდეა იმის შესახებ, რომ რუსეთი 150 მილიონიანი რუსეთი დღეს დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომელი გამოწვევის წინაშეც იდგა სტალინი 29 წელს, როდესაც აი ეს ცნობილი გამოსვლა ქონდა, სადაც თქვა, რომ თუ ეხლა ჩვენ 10 წელიწადში არ გავივლით ინდუსტრიალიზაციის იმ პროცესს, რომელიც დასავლეთმა 100 წელიწადში გაიარა, ჩვენ დაგვაჩოქებენ.
და ჩვენ გავხდებით ნედრეულის ბაზარი, აი გლობალური სამხრეთის, რომელიც უბრალოდ ისრუტავს ყველანაირ რესურსს, ენერგიას, წიაღისეულს და მეტი ჩვენ და ამას დააყოლა ის რომ ცხადია რომ საბჭოთა კავშირი ვერ აღდგება, ის სისტემა ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დიდი ალიანსები. ანუ ჩვენ 150 მილიონი პატარა ვართ იმ გლობალურ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს. გლობალურ ჭიდილში ჩვენ ძალიან პატარა ვართ და თუ დიდი ალიანსები არ შევკარით და ერთ-ერთი მაგალითად იყო ნახსენები დარბაზიდან იყო, მაგრამ ეს დაეთანხმდა რომ ინდოეთს მოიაზრებენ უფრო მეტად რუსები ამ ალიანსში ვიდრე ჩინეთს, თქვა. ხო, საინტერესოა რომ მან თქვა რომ იმისათვის რომ უბრალოდ დღეს სახელმწიფო იქცეს სოფლიო გეოპოლიტიკაში მოთამაშედ და მას გააჩნეს შესაბამისი რაღაცა სიძლიერე, რაც პირველ რიგში თქონდა ეკონომიკურ სიძლიერეს გულისხმობს. მისი სამხარეულ ბაზარი უნდა იყოს მინიმუმ მილიარდი. ხო. ასო 8 მილიარდია ხო პლანეტაზე, ანუ მინიმუმ მილიარდი უნდა იყოს. კი ბატონო. და თავისი ეხა შეიძლება ვიღაცა რომელიღაც ფილიპინებს ან ინდოეთს რაოდენობა ადამიანების ყავს, მაგრამ ეს არნიშნავს რომ აქვს იგივე ინდუსტრია, სხვადასხვა მახასიათებლებიც არის, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ისაა რიცხოვნობა. შენ თუ უბრალოდ ამ რაოდენობის ადამიანი არ ცხოვრობს ამ გარკვეულ და არ მოიხმარს იმ პროდუქტს, რომელსაც შენ აწარმოებს, მოიხმარს აწარმოებს და სხვა შეურთიერთობა, ისე შენ მოკლედ ვერ გაძლიერდები და მოსახლეობის სიმცირე არის მისთვის ეს პრობლემა და ეს გავლენა. ანუ ეს რატო ვახსენი ახლა? ჩვენ ახლა ის უნდა გავიაზროთ, რომ ამას ამბობს აბსოლუტურად რაციონალურად ჩემი აზრით და პრაგმატულად ისეთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაც 6000 ბირთვული ქობინა აქვს, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესია რესურსებით და რომელიც მოსახლეობას 150 მილიონია. კი, თავის დემოგრაფიული პრობლემებით, მაგრამ 150 მილიონია. ახლა გადმოვიტანოთ ეს ჩვენს მდგომარეობაზე. რომ 3 მილიონი ნახევარი ვართ, რესურსები არა გვაქვს. თუ მცხეთის გაჩერებული რეაქტორი გვაქვს, მეტი ჩვენი ეგ არის ჩვენი ატომური შესაძლებლობა. ხო. და ასე შემდეგ. ხო, აქედან გამომდინარე, ანუ თუ იმას ჭირდება ალიანსები იმისთვის, რომ გადარჩეს აი ეს ეგრეთ წოდებულ გრიდუშე ეს emerging რაც მოხდება ამის შემდეგ, ხო? იმაში რომ გადარჩეს ამისთვის ჭირდება დიდი ალიანსები, მათ შორის ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც მილიარდნახევრიანია, ინდოეთთან. ანუ ჩვენ რამდენად გვჭირდება ამ ალიანსების ძიება? ოღონდ რეალისტური ალიანსების ძიება, ისეთი ალიანსების ძიება, რომელიც გამოვა და არა ვთქვათ 30 წლიანი. და მე ვიტყოდი ცოტა სხვანაირად ჩვენ რამდენად გვჭირდება ანუ ეს ხო ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. აი მისი არის ყველაზე კარგი მაგალითია რა, ნატოს არ გაფართოებაზე კომენტარი გააკეთეს და საქართველოს არც არავინ არ კითხა. ანუ უკრაინასთან კონტექსტში გაკეთდა, მაგრამ ანუ ისე დახიეს ეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები, ერთი ზარი არ შემოსულა აქ, რომ ხალხო ბოდიში ყველაფერი ვქენით. ხო, ანუ როდესაც შენ ხედავ რომ ამხელა ჩრდილოეთ მეზობელს აქვს თავის უკვე რაღაც გააქტიურეს ადამიანი ლაპარაკობს, გამოდის ლექციებზე, ლაპარაკობს გეგმებზე, ესეც ტყუილა არ ხდება, მithome როცა პროფესიონალ მზვერავთან გვაქვს ხო საქმე. ანუ პრაქტიკულად მიდის მისი კონვერტაცია რაღაცა ფარული მზვერავიდან ეხა რაღაც სახელმწიფო ფიგურამდე, ხო? ცოტა ინტელექტუალური პრიგოჟინივით გამოვიდა რა. ხო, მაგრამ არა, ისე იდეაში უკვე ანუ ეხლა ძალიან გაახდა პოპულარული ცხადია, მაგრამ იდეაში ძალიან დიდი ხანია უკვე მგიმოში ლექციებს კითხულობს. იქიდან დაბრუნებული, ხო. და შენ მარტო შენ როგორც ქვეყანას მოგეთხოვება ის, რომ აი ამას თვალყური ადევნო, შეაფასო, სწორად გააკეთო და უნდა გესმოდეს თან, რომ თუ მათ დიდმა ქვეყნებმა თუ გადაწყვეტილება მიიღეს, შენ უბრალოდ ანუ არავინ არ გეტყვის და აქ პირველ რიგში საჭიროა როლის პოვნა. საქართველოში ჩვენ ხედავთ ის პროცესები ხა ჩვენი და პრაქტიკულად ამოიწურა, რაც განვითარდა, მე მინდა ბოლო კითხვა მოკლედ შევეხო, ანუ გარდა იმისა, რაც ითქვა ამ ფორუმზე, რა, მნიშვნელობა თავისთავად ის, რომ მსგავსი რამ, ანუ ეს კი ტარდება ეს ფორუმი, მაგრამ ასეთი შინაარსის და დატვირთვის იყო, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ყველაზე მეტად რაც დღეს ქვეყანას ააკლია, ქვეყანა მაჩვენა, რომ ის არის აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ შიდა გამოწვევებსაც და გარეს გაუმკლავდეს, არ დაუშვას მორიგი ფერადი რევოლუციის სცენარი, არეულობის სცენარი, რაღაცა გადატრიალების სცენარი, ისაც ჩვენ გავლილი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, თანდათანობით შეცვალოს და დაანახოს, ან მოახერხოს მოსახლეობის უმრავლესობამდე მიიტანოს, რომ რა არის ის ძირითადი განსაზღვრელი მდგენელები, რა ფაქტორები ზემოქმედებს ჩვენზე და გამოჩნდეს და გამოაჩინოს ის რაღაცა ერთგვარი გარკვეული მზაკრობები ხოლმე, რომ აი ესეთი მარტივი არ არის, რომ ვიღაცამ გითხრა და ვივენდობი ნახე, არაღიარების პოლიტიკა და მორჩა ბედნიერები. ეს ესეთი სამყარო აღარ არის. და ეხლა რაც არის საჭირო,
ანუ თუ აქამდე ამ ხელისუფლებას ჰქონდა დაახლოებით 10-12 წლის განმავლობაში რომ იცი რა ჩვენ ვართ ალტერნატივა რომელიც ანუ მოვერიეთ დრაკონს და ეხა უბრალოდ გიცავთ რომ ეს დრაკონი რახან ცოცხალი აღარ მოვიდეს ეხა უკვე ეს აღარ არის ამოცანა განვისაზღვროთ ჩვენ ვინ ვართ ის ფაქტორები რაც ჩვენ მთელი გადაცემა ვლაპარაკობთ არის ერთგვარი განსაზღვრებები მაგრამ ეს არის ფაქტორები რაც ჩვენზე ზემოქმედებს მაგრამ ჩვენ რა უნდა მოვახერხოთ და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინტელექტუალური ერთგვარი რაღაცა არ ვიცი რაღაცა განზომილების წრის შექმნა. ნახე ხო ეგ არის ესე ვთქვა ჩემი აზრით ეგ გადამწყვეტი არის რა იმიტომ რომ ერთი რომ ინტელექტუალური რესურსის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მაგრამ მეორეს მხრივ ეს ინტელექტუალური რესურსი უნდა მოხდეს იმიტომ რომ მიშამაც გააკეთა ინტელექტუალური რესურსის კონსოლიდაცია მაგრამ ეს ინტელექტუალური რესურსი მთლიანად ემსახურებოდა საქართველოს პროევროპულ და პროდასავლურ ინდოქტრინაციას. მე ვიტყოდი ანტირუსული იმიტომ რომ ის პროევროპულობა იყოს სახელად და არსებითად იყო დანიშნულება ამისი იყოს რომ რაც ბალტიისპირეთიდან გაკეთდა იგი უნდა გაკეთდეს ეგრეთ შეგვიძლია რომ დავალაგოთ რომ ანტირუსულ ინდოქტრინაციას ემსახურებოდა ხო? ჩვენ გვინდა ახალი იდეოლოგიური ჩვენ გვჭირდება მე მგონია რომ სულ არის 4 ამოცანა რომელიც უნდა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა დაალაგებული ეს არის 4 ამოცანა რომელიც უნდა გადაიჭრას აი ამ ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით, კონსოლიდაციის გამოყენებით, ეს არის პირველი დესაკრალიზაცია აი ამ დასავლური ინტეგრაციის საკითხის, ანუ დღისესრიგნა კი არ მოხსნა, ან აღარ უნდა იყოს ფეტიში. აღარ განხილვა რომ რაღაცა და საერთოდ არ გვაინტერესებს და ახლა აქედან ამოვაშენეთ კედელი და იქით აღარ გვაინტერესებს რა მოხდება. არა, დესაკრალიზაცია უბრალოდ. ამას აღარ უნდა ქონდეს საკრალური მნიშვნელობა. ამაზე უნდა ქონდეს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ რაციონალურად გვაწყობს არ გვაწყობს ასე შემდეგ. მიმდინარე კონტექსტში. კი ბატონო. მეორე აი ეს დემონიზაცია უნდა გავაუქმოთ, რომელიც აქამდე ჩამოყალიბდა რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, სხვებთან ურთიერთობის ნაწილში რა, რომ იმათთან ურთიერთობა არ შეიძლება. ანუ აი ეს კედელი, რომელიც ააშენეს აი მიშას ინტელექტუალურმა კონსოლიდირებულმა ჯგუფებმა, ის უნდა დავანგრიოთ. ეს უნდა გავხადოთ. აქეთ არის კედელი დასანგრევი, აქეთ არის კერპი დასანგრევი. ხო, აქეთ კერპია დასანგრევი. ანუ ჩვენ გინდა რომ შენ ჰორიზონტი გაიხსნას. კი ბატონო, დავინახოთ რა. ხო, რა ხდება გარშემო. ანუ იმიტომ რომ ჩვენ არის ჩვენ ეხა უყურებთ რაღაცა აი აწეული გვაქვს ცოტა თავი და ვიყურებით იქითკენ რამე დავინახოთ და არა და რეალურად ამის დანახვა არის აუცილებელი რეალურად გავიგოთ ეს ყველაფერი. მესამე ეს არის პატრიოტული ეკონომიკის ჩამოყალიბება, ანუ განსაზღვრა იმისა რომ რა გვაწყობს ჩვენ ეკონომიკურად. ანუ ჩვენ როგორც გავიაზრეთ რომ რაღაცა ინსტიტუციები, საერთაშორისო ინსტიტუციები პოლიტიკურ ნაწილში გვაძალებდნენ ისეთ რამეს რაც ჩვენ არ გვაწყობდა და ეს გავიაზრეთ და ამას შევეწინააღმდეგეთ, ეხლა უნდა გავიაზროთ რას გვაძალებენ ეს საერთაშორისო ინსტიტუციები ეკონომიკაში ისეც რაც არ გვაწყობს და რაც ეროვნული ინტერესის უკვე ეკონომიკურ კი ბატონო და რაც რეალურად ხელს გვიშლის იმაში რომ არ გავხდეთ სატრანზიტო ქვეყანა და არ დარჩეთ ტურისტულ აი მეოთხე და დავასრულოთ და მე მეოთხე ჩემი აზრით ეს არის საჯარო სივრცის დელიბერალიზაცია ანუ ის იმ იდეოლოგიური კონსტრუქციების მოხსნა შიდა ურთიერთობებში, რომელმაც ჩვენ გვაქცია რაღაცა ანტიჰუმანიზმის ჩაკეტებად ერთმანეთთან ლაპარაკი. აკრძალული გვაქვს, არა დებატი, არა არაფერი. კი ბატონო. კი ბატონო. დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეჯამება 4 პოსტულატი, რომელიც ფიქრობ, რომ კიდევ არაერთხელ ჩვენ მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი და ასთავარია პროგრესის გაზომვა, როგორც მიდის საქმე ქვეყანაში. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. ხუჩაბათა.